მოგესალმებით, ამ ვიდეოში გასწავლით თუ როგორ შეიძლება გავასწოროთ Google Map-ი, ანუ სიზუსტისთვის, ანუ ზუსტად რომ დაგვიხაზოს თუ საით წავიდეთ და შეცდომაში არ შეგვიყვანოს. მოგეხსენებათ Google Map-ის შემთხვევაში, როცა ჩვენ ვირჩევთ მაგალითად მარშრუტს, ხშირ შემთხვევაში დანიშნულების ადგილზე მიგვიყვანს, მაგრამ უფრო შორიგზიდან არის მომენტი რომ შეიძლება უფრო შორიგზიდან მიგვიყვანოს, არის მომენტი რომ სწორედ მიგვიყვანოს. მოკლედ ამ ვიდეოში გასწავლით ამ ყველაფრის გასწორებას და სიზუსტის დაცვას Google Maps-ზე. ასევე გასწავლით როგორ შეიძლება შევცვალოთ ეს ჩვენი იკონი და დავაყენოთ სასურველი ავტომობილი და ასე შემდეგ. Google Map-ის გახსნის შემდეგ ავირჩიოთ კონკრეტული ლოკაცია, მაგალითად ავირჩიოთ ბათუმი, დავაჭიროთ მითითებას და აქ გამოჩნდება უკვე 3 წერტილი თქვენი მდებარეობის გვერდით, დავაჭიროთ მასზე და აქ არის ვარიანტები. ვარიანტებში გვაქვს ფასიანი გზების გარეშე და ასე შემდეგ, ეს საქართველოში ვარ და ავტომატურად არ აქტიურდება ჩვენს ქვეყანაში. ხოლო აი ეს ორი ფუნქცია უნდა გავთიშოთ. ჩართული არის საწვავის დამზოგველი რეჟიმი, მაგრამ რეალურად არ მუშაობს საქართველოში ეს ფუნქციონალი. ასე რომ ჩემი რჩევა იქნება გათიშოთ ეს ორივე ფუნქცია. ხოლო თუ გათიშავთ და უკმაყოფილო იქნებით, მერე თუ გინდათ ჩართეთ, ეს თქვენზე არის დამოკიდებული. ჩემ შემთხვევაში კმაყოფილი ვარ და აქვს გათიშული. ხო, აქ ასევე არის სატრანსპორტო საშუალების ავატარი. ანუ ამას თუ ვირჩევთ, აი ესეთი ხილაკის ნაცვლად, რომ დავაყენოთ სასურველი ავტომობილი, მაგალითად ესეთი, ან ესეთი, ან როგორიც ყავს, მსგავსი და ასე შემდეგ. მოდი მაგალითად აი ამ ავტომობილს ავირჩევ. აქ ასევე გვთავაზობს ფერის არჩევას, მაგალითად ავირჩევთ წითელი, ყვითელი ან ნებისმიერი. მოდი ავირჩევ ყვითელს, ან წითელი იყოს და ვაჭერ მზადაა. ამის შემდეგ, როცა ჩვენ ჩავთვალოთ უკვე გადაადგილებას, ესე რომ დავაჭერთ, უკვე გამოჩნდება აი ეს ავტომობილი და უკვე აირჩევთ სასურველ ფერს და სასურველ ავტომობილს. მოკლედ, სულაც იყო მეგობრებო, ვიდეო ამით დასრულებულია. გამოიწერეთ ისწავლემეტის YouTube არხი, ასევე გააქტიურეთ ზარის ხილაკი და თქვენ არ გამოგრჩებათ ახალი და საინტერესო ვიდეო გაკვეთილები და ასევე ვლოგები, მოგეხსენებათ ჩვენ ვლოგების დავიწყეთ, ვლოგების გადაღებაც და შეგიძლიათ ნახოთ ისწავლემეტის YouTube არხზე. აბა, კარგად, წარმატებებს გისურვებთ.